გამარჯობა, თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. გიერთდებით აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც როგორც კადრებში ხედავთ, მიმდინარეობს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია. ეს არის ონლაინ მედია ბათუმელების აქცია პერფორმანსი, რომელიც წუთი-წუთზე დაიწყება. რედაქციის თანამშრომლები აქ მოვიდნენ საპროტესტო ბანერებით, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ამ აქციასთან ერთვის. აქ შეკრებილი ადამიანები ცოტა ხანში გააკეთებენ განცხადებას და კიდევ ერთხელ ისაუბრებენ იმაზე, რომ მზია ამაღლობელი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის უსაფუძვლოდ და მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ეთერ თურაძე აკეთებს უკვე კომენტარს და მოდით უკვე მოვისმინოთ მის მოსაზრება. როგორმე მოიშუშოს ეს ტყუილები, ამას დაუტოვებთ ჩვენ რა თქმა უნდა აქ, ამას და რა თქმა უნდა ჩვენ ისევ ვითხოვთ, რომ ეს ადამიანი მოაშორონ ამ ქალაქს როგორც პოლიციელი, რომელმაც პოლიციის ღირსება ფეხქვეშ გათელა, ყველა მუნდირი, რაზეც იძახიან, რაზეც აპირებენ, ყველა მუნდირი ფეხქვეშ გათელა, ყველა ღირსეული პოლიციელი ფეხქვეშ გათელა. ამიტომ ბათუმი არ იმსახურებს ასეთ პოლიციის უფროს, მოაშორონ. გაუყენონ ბესელიას გზას, არ ვიცი ბესელიას სად გაუყენეს, მაგრამ მოაშორონ ეს ადამიანი. ეს ადამიანი არის არა პოლიციელი, არამედ ძველი ბიჭი, ბანდიტი, ფორმაში ჩაცმული ბანდიტი, რომელიც ძალადობს ადამიანებზე. არაერთი ფაქტი არის დადასტურებული, არაერთი ცოცხალი ადამიანი არსებობს ჩვენს გარშემო, ვინც თქვა, რომ ამ ადამიანის მიერ არის გალახული, ღირსება შელახული, თავმოყარეობა შელახული. ეს არ არის პოლიციელი მოკლედ. ჩვენ მოვედით დღეს კიდე ერთხელ, რომ შევახსენოთ საზოგადოებასაც და ამათაც რომ ჩვენ გვემახსოვრება ყოველთვის ეს მოყევაწოთლებული ადამიანი და ასევე აქ არიან პოლიციელები სამწუხაროდ, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან სასამართლოში, შემიძლია სახელებით და გვარებით გითხრათ, არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევ, უბრალოდ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, როცა ერთი ცრუ მოწმე ამბობს ერთს, ეს მაგალითად თამარ კერესელიძე ამბობს რაღაცა ერთ სიბრიყვეს, რომ ზამთარში მზიას წყალი მიაწოდა და მეორე პოლიციელი ამბობს, რომ ცივი წყალი, მაცივრიდან წყალი მიაწოდა. მაშინ როცა მზია ამბობს, რომ მას წყლის დალევის საშუალება აუკრძალა გებუაძემ, მეორე ცრუ მოწმე ამბობს, რომ მზია აგინებდა ოძახდა ბუზებს, მაშინ როცა ოქმში მსგავსი არაფერი ჩანაწერი არ არსებობს და როგორც მზიამ მას უთხრა, რომ დაემეორებინა, როგორ ხედავს თავის თავს, მან თქვა, რომ მზია ეძახდა თითქოს ბუზებს, ანუ ეს ხედავენ როგორც ჩანს თავის თავს. ეს მათი პრობლემაა, მათი არჩევანია და ოქმში საერთოდ ეგეთი რამ არ არსებობს, როგორც გითხარით და ასე შემდეგ. კასკადია მზიას მიმართ უფლებების დარღვევის, კასკადია, ამიტომ ჩვენ ყოველ ჯერზე არ გავჩერდებით, სანამ აი ესეთი უკანონოებები ხდება ამ შენობაში. მადლობა. ეს იყო ეთერ თურაძე, ონლაინ მედია ბათუმელების რედაქტორი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, რომ ირაკლი გებუაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა, ის არის ბანდიტი, ცრუ მოწმე და მის მიმართ არსებობს არაერთი ბრალდება, რის საფუძველზეც მან უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. პერფორმანსი აქვს აქ ონლაინ მედია ბათუმელების რედაქციას, ირაკლი გებუაძეს აქ მოუტანეს ის საშუალებები, რითაც შესაძლებელია, რომ იმკურნალოს მან და ეს ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მან თქვა, რომ სილის გაწვნის დროს მან დაიზიანა სახე, ასე თქვა, გაუწითლდა ლოყა და ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი და სწორედ ამიტომ მას მოუტანეს ის საშუალებები, რომ მან იმკურნალოს. დიახ, აი ნანა კვაჭაძე აკეთებს უკვე კომენტარს და შეგვიძლია მასაც მოусმინოთ. ეხმარება და აი ამ
უდიდეს ტკივილს დაძლევს ცხოვრებაში, რაღაცნაირად გამოიყენებს ამას. ცხადია, ახლა ეს არის ირონია, თუ ის ამას ვერ ხვდება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ირაკლი გებუაძესთან დაკავშირებით, სინდისთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის მის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან მას არაერთი ადამიანი ძალადობაში და არაადამიანურ მოპყრობაშია დანაშაულებს. ეს სხვა კომპეტენციის საკითხებია, აქ საფთიაქო ამბავი, ანუ წამლები მას ვერ უშველის სამართალდამცავი ორგანოების საკითხია ეს და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგება მის წინაშე. ეს იყო ნანა კვაჭაძე, ონლაინ მედია ბათუმელების ერთ-ერთი რედაქტორი, რომელმაც ისაუბრა აქცია პერფორმანსის შესახებ, თუ მას დიახ, თამარ რუხაძეც აკეთებს კომენტარს და შეგვიძლია რომ პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. მოგესალმებით თამარ. რასაკვირველია, სიმბოლურია ეს პერფორმანსი და ამ პერფორმანსით, რა თქმა უნდა, პოლიციასთან ვართ, იმიტომ რომ ეს მთელი საგა, რაც უკავშირდება მზია ამაღლობელს და მის საქმეს დაიწყო სწორედ აქ დააკავეს იმ ღამეს მზია და გარდა იმისა, რა ინფორმაციაც გვაქვს და ვიცით, რაც მოხდა, რა ზეწოლად შეურაცხყოფაც მის მიმართ, გარდა ამისა, თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე უყურებთ და უსმენთ ცრუ მოწმეებს, რომლებიც წარმოუდგენელ რამეებს ყვებიან, სიცრუეს, ტყუილებს ყვებიან და სამწუხაროდ ქართულ სასამართლოს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ამ საქმეში მუხვანი და მართალი გაარჩიოს. შესაბამისად, სამწუხაროდ ჯერჯერობით ყველა პროტესტი, რომელსაც მედია გამოთქვამს, რომელსაც მზიას მხარდამჭერები და მეგობრები გამოთქვამენ, სამწუხაროდ სიმბოლურად რჩება, თორემ ასე რომ არ იყოს, გებუაძე დღეს თანამდებობაზე არ იქნებოდა. მადლობა, თამარ რუხაძეს უსმენთ თქვენ და ეხლა ვნახოთ უკვე პერფორმანსი რა ფორმით ჩატარდება, ჯერის მთავარ სამმართველოსთან ხედავთ გაიშალა ბანერი და ეთერ თურაძემ აქ დაალაგა ის მედიკამენტები, საშუალებები, სამედიცინო საშუალებები, რითაც ასე ვთქვათ, შეუძლია ირაკლი გებუაძემ იმკურნალოს გამაყუჩებლები არის აქ და ეს არის ერთგვარი პერფორმანსი ეს არის ერთგვარი ირონიული პერფორმანსი და ამ ფორმით ირაკლი გებუაძეს ეუბნებენ იმას, რომ ის არის ცრუ მოწმე და მისი ცრუ ბრალდებისა და ჩვენების შედეგად დაპატიმრებული არის უკვე 3 თვეზე მეტი ონლაინ მედია ბათუმელების დირექტორი დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მე შეგახსენებთ იმას, რომ დღეს ასევე ჩანიშნული არის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. დღეს მორიგ ეპიზოდზე იმშელებს სასამართლო სისხლის სამართლის საქმეზე და პროცესი უნდა დაიწყოს პირველ საათზე 13 საათზე არის ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ ცხადია ამ პროცესს დავესწრებით და იქ განვითარებულ მოვლენებს ცხადია უკვე მოგვიანებით მოგაწვდით პირდაპირ ეთერში. თქვენ კადრში ხედავთ, რომ აქ იმყოფებიან ონლაინ მედია ბათუმელების ჟურნალისტები, თანამშრომლები, ასევე აჭარაში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მათი სათქმელი არის ის, რომ
ამაღლობელი სარჩელს იხდის უკანონოდ და სილის გაწვნა არ შეიძლება ჩაითვალოს მძიმე დანაშაულად და საშელის მძიმე ფორმა არ შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს. ზვიად ქორიძეს ხედავთ და მოусმინოთ მასაც. ზვიად მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. ამ აქცია პერფორმანსით რის თქმა გსურთ და ზოგადად რა გაქვთ სათქმელი აი მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით არაერთი სასამართლო პროცესი გაიმა ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი რამ მაქვს სათქმელი მეც და მე მგონი ყველასაც რომ იგი არის ინდისის პატიმარი ის არის უსამართლოდ დევნილი და გამოკეტილი ვიძნე ივანიშვილის პირად საპყრობილეში რა უნდა ვთქვა აბაზე მეტი რაღა უნდა ვთქვა აქ იმაზეა საუბარი რომ ჩვენ მოვდივართ სასამართლოზე ჩვენ ვაპროტესტებთ ამას მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ მთელი სისტემა მართლმსაჯულისა და მართლმსაჯულების ეს არის პირადი ქონება პირადი საკუთრება ბიძინა ივანიშვილის და ისინი ისე მართავენ ამ პროცესს როგორც მათ უნდათ თორემ წესი და რიგით სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი სახელმწიფოს პირობებში არათუ გარეთ უნდა იყოს მზია ამაღლობელი და არანაირი სასამართლო არ მიდიოდეს მას უბრალოდ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ შეიძლება იყოს დაწყებული მით უმეტეს იმ ქმედების გამო რომელიც რომელსაც მას აბრალებენ თითქოს ჩაიდინა 11-დან 12 იანვრის ღამეს აი აქ პოლიციის სამმართველოსთან და ეს აქცია ზუსტად მაგის სიმბოლური ნიშანია აი მოიტანეს რედაქციის თანამშრომლებმა და ყველა ჟურნალისტი ვინც აქ არის შეუერთდა და ყველა სამოქალაქო აქტივისტი ამ აქციას აი ის საშუალებები სამედიცინო რომელთაც უნდა დაიამოს ის ტკივილი რაც განიცადა ირაკლი დგებულაძემ და ის სიწითლე აღკვეთოს რომელიც მის სახეზე დაფიქსირდა თურმე 11-12 იანვრის ღამეს როდესაც მზია ამაღლობელმა მას სილა ააწნა ირაკლი დგებულაძე ერთი მხრივ არის ჯალათი, მეორე მხრივ ის არის აი ამ სტატისტიკური სისტემის მსხვერპლიც, იმიტომ რომ მას იყენებენ ზუსტად იმისთვის, რომ აი რაღაც ასეთი ტიპის საქმეები შეკერონ. ხვალ, რა თქმა უნდა, ის არავის არ დაჭირდება, ისევე როგორც მისი ყოფილი უფროსი, მე მგონია რომ არავის აღარ ჭირდება, იმიტომ მოაშორეს აჭარის პოლიციას და ალბათ მოაშორებენ პოლიციურ სისტემასაც ზოგადად. ყოველ შემთხვევაში შემდგომ არც ერთ მმართველობას ბესელია დგებულაძე და მათნაირი პოლიციელები არ უნდა დაჭირდეს საქართველოში და აი ის რაც გააკეთა ირაკლი დგებულაძემ 11-12 იანვრის ღამეს აი აქ ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან ეს არის ზუსტად კლასიკური ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება თავისუფალ მოქალაქეებს დაუპირისპირდეს დიქტატორული ძალადობრივი მმართველობა. მადლობა ზვიად ქორიძეს უსმენთ ჩვენ. ნანა კვაჭაძე აკეთებს განცხადებას და მოდით მოусმინოთ. და ირაკლი დგებულაძისთვის ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეში ცნობილია როგორც დაზარალებული კაცი, რომელსაც მზია სილის გაწვნის შედეგად გაუწითლდა ლოყა, ყური და რომელიც ამბობს, რომ მან იგრძნო ტკივილი ამ სილის გამო, გადავწყვეტეთ მისთვის მოგვეტანა პოლიციის უფროსისთვის მალამოები ტკივილის დასაამებლად, ტკივილგამახუჩებლები და შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის და მისთვის ამ საქმის აბსურდულობა ზოგადად. მზია ამაღლობელი დღეს ციხეშია და უკვე 3 თვე ხდება რაც ის ციხეშია იმის გამო რომ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს და ბათუმის პოლიციის უფროსმა ახალგაზრდა კაცმა ჯამრთელმა ჩვენი აზრით რომელიც ამბობს რომ იგრძნო ტკივილი და ეს შეაფასა როგორც თავდასხმა. ეს არის სრული აბსურდი და ამ აბსურდს მოწმობს ყველა საქმე რომელიც მსგავსი საქმე რომელიც განხილულა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოებში და სადაც არც ერთ შემთხვევაში პოლიციელზე თავდასხმად არ ფასდება მსგავსი ქმედება, მათ შორის ისეთი ქმედებებიც კი, როგორიც არის, არ ვიცი, ციხლის ამორტყმა, ფიზიკური ძლიერი შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მზია ამაღლობელის საქმე
ალი პოლიტიკურად შეკერილი და დაკავშირებულია პოლიტიკასთან და იმას, რომ ირაკლი დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს, რომელსაც არაერთი ადამიანი ადანაშაულებს არაადამიანურ მოპყრობაში და ძალადობაში და რომლის პასუხისმგებლობის დაყენებასაც უშედეგოდ ვითხოვთ რამდენიმე თვეა. ამ საქმეში აქვს ძალიან დიდი როლი და მან აიღო თავის თავზე, ასე ვთქვათ, ეს თვლის ბრჭყალებში, რომ დარჩეს ამ საქმეში კაცად, რომელსაც ლოყა ეტკინა და რომელიც ცნობილია, რომელიც წავიდა ექსპერტიზის ბიუროში, იმის გამო, რომ იქ ეთქვა, რომ ის არის აი ესეთი ღრმად დაზარალებული ადამიანი. ძალიან დიდი სირცხვილია ყველა თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით. მე არ გამოდგებით ხადია მის მორალური მხარის შემფასებლად, ეგ სამართალდამცავი ორგანოების საკითხი უფროა ამ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით სწორედ რომ მას არაერთი ადამიანი ბრალს დებს ძალადობაში და არაადამიანურ მოპყრობაში. ხაზგასმით მინდა გავიმეორო და ეს ხდება ამ შენობაში. ისევე როგორც ამ შენობაში არიან ცრუ მოწმე პოლიციელები, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმეში და მათ შორის სხვა აქციაზე დაკავებული სხვა პირების საქმეში, რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი და ქართული პოლიციის და ქართული პოლიციის რეპუტაციაზე უდიდესი ლაქა და რომლის მიჩქმალვა არაფრით არ შეიძლება და ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს სწორედ იმიტომ, რომ ქართული პოლიციის რეპუტაცია გადარჩეს და სწორედ იმიტომ, რომ როგორც თავად პოლიციელები ამბობენ და კი ბატონო ვეთანხმები, რომ მათი მუნდირი არის მნიშვნელოვანი, სწორედ მათი მუნდირის ღირსების და პოლიციის სახის შენარჩუნებისთვის არის საჭირო, იმიტომ რომ ამავე შენობაში დარწმუნებული ვარ არაერთი კეთილსინდისიერი პოლიციელი მუშაობს და მათ ისინი არ იმსახურებენ ბოლოს და ბოლოს, რომ მოიაზრებოდნენ რაღაც ცრუ მოწმეების გვერდით ერთი და იგივე საქმეში. კიდევ ერთხელ ბატონ ირაკლი დგებუაძე შევახსენებთ, რომ გარეთ მისთვის მოიტანეთ ტკივილ გამაყუჩებლები ტკივილების დასაამებლად. იმედია ეს საქმე მისთვის იქნება ბოლო, იმიტომ რომ ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. აუცილებლად უნდა დადგეს და იმედია ეს მოხდება მალე, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, ამაში ეჭვიც არ გვეპარება, მაგრამ რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი საპოლიციო სისტემით. ეს არის ნანა კვაჭაძე, რომელიც საუბრობს მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით და მან ახსენა და განმარტა თუ რა არის აქცია პერფორმანსის მიზანი. აქ შეკრებილებმა ვისაუბრეს იმაზე, რომ ირაკლი დგებუაძე არის ჯალათი, ცრუ მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზე საშელს იხდის მზია ამაღლობელი და ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი და სათქმელი მათი მხრიდან, რომ ირაკლი დგებუაძის ქმედებები დარჩება ისტორიას და შეუძლებელი არის, რომ ის არ დაისაჯოს წლების შემდგომ უკვე ცრუ ჩვენების გამო. თქვენ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი არის ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩვენ ცხადი ამ პროცესს დავესწრებით. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ცხადია მოგეწვით ამას უკვე ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. მადლობა, რომ გვენდობით და მადლობა, რომ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერებს. ნახვამდის.